შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ახალი აღთქმის ლექტორი ბატონი რევაზ მუჯირიშვილი. ბატონ რევაზთან ერთად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, წმინდა ნინოს შესახებ. დილამშვიდობის ბატონ რევაზ, მადლობა მოგახსენებთ მოგზაურობისა. როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, ჩვენს მაყურებელსაც კარგად მოიხსენება, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქართველთა განათლებლისა და მოციქულთა ქალწულის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. კიდევ ერთხელ ვლოცავს ჩვენს მაყურებელს. ბატონ რევაზ, მოდით ვისაუბროთ სასწაულების შესახებ, რომელიც აღავლინა წმინდა ნინომ. თავდაპირველად უგნებავთ გამოვყოთ ის, თუ რატომ უყვარს ქართველ ერს განსაკუთრებით წმინდა ნინო. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, რასაკვირველია შეუერთდებია მილოცვას, მთელს საქართველოს ულოცავ დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს და აი სწორედაც ვიტყვით ახლა ჩვენ რატომ არის ეს დღე განსაკუთრებული. თავიდან ვიტყვი, რომ მე ვფიქრობ, ეს არის ჩემი პიროვნული მოსაზრება, რომ ეს და პირველი ივნისის დღესასწაულით, რომელიც ასევე წმინდა ნინოს უკავშირდება, ჩვენს ქვეყანაში იმაზე უფრო მეტად უნდა იქნას აღნიშნული, ვიდრე დღეს რეალობა გვაქვს. აქ გულისხმობ სახელმწიფოებრივ ჩარევასაც და ზოგადად ეს უნდა იყოს სარწმუნოებრივი თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ამაზეა დაფუძნებული და ეროვნული თვალსაზრისითაც მთელი ერი უნდა ხარობდეს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად აქტიურია ან არ არის აქტიური საეკლესიო ცხოვრებაში. ახლა რით არის ეს განპირობებული და წმინდა ნინოსადმი ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველებისადმი. აქ ძნელი წარმოსადგენია არაფერია ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მარტივი ერთი მიზეზის გამო. ის არის ჩვენი ერის ქართველთა განმანათლებელი, ხშირად მიუთითებენ ხოლმე, რომ რადგანაც დედაკაცია და დედაკაცისადმი დამოკიდებულება საქართველოში იყო საკმაოდ აქტუალური. ახლა მე უფრო ვფიქრობ, რომ პირიქით უნდა იყოს, ანუ სწორედაც წმინდა ნინომ და მანამდე წმინდა ნინომდე ყოვლადწმინდა ქალწულის წელხდომირობამ ქართველებისადმი განსაზღვრა ზოგადად ქალისადმი ასეთი დამოკიდებულება, განსაკუთრებული მოწიწებითი პატივი საქართველოში. ახლა საკუთარი ერის განმანათლებელი, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში ამას მნიშვნელობა არ აქვს, უდიდესი პატივით სარგებლობს, ეს ცხადია. მით უმეტეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ქალ მოციქულთა სწორთან. მოციქულთა სწორი ორიოდე სიტყვით უნდა განმარტოთ ეს პატივი რას ნიშნავს. მოციქული ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის უშუალო 12 მოწაფე იყო, შემდგომ მე-13-ად პავლე აღრიცხული და აი ეს განსაკუთრებული პატივი მხოლოდ ამ 13 ადამიანს განეკუთვნება. შემდგომ ვინც სამოციქულო ღვაწლი აღასრულა, სამოციქულო ღვაწლში იგულისხმება ამა თუ იმ ერში, ამა თუ იმ ხალხში უფლის სიტყვის გავრცელება, ბუნებრივია ის თავდაპირველ იმ უმაღლეს მოციქულთა პატივში ვერ ავა, მაგრამ გაუთანაბრდება, ანუ სწორი ხდება იმ პატივისა თავისი ღვაწლიდან გამომდინარე. რასაკვირველია, ეს პატარა ჩვენ წინა გამოსვლაში და წინა გადაცემაში ჰქონდათ თქვენ ამაზე საუბარი და ახლა აღარ შევაჩერებთ აქ ყურადღებას, მაგრამ გავიხსენებთ უბრალოდ, რომ წმინდა ნინომ წარმოუდგენლად რთული ცხოვრება გაიარა, ის საკმაოდ მალე დაობლდა არა პირდაპირ გაგებით, არამედ მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ის იყო კონკრეტულ ასაკს მიღწეული და შეიძლებოდა რომ სულიერ ცხოვრებას გაძღომოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ნინო გარდა ასეთი კეთილმორწმუნე მშობლებისა ამ ოჯახში იზრდებოდა, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ მისმა აი ამ მის ეს განსაკუთრებულობა განპირობებული იყო იმითაც, რომ ის იზრდებოდა მშობლების შემდგომ ისეთ ადამიანთან, რომელიც ასევე კეთილმორწმუნე იყო და რომლისგანაც შეიტყო კიდეც საქართველოს შესახებ და საქართველოში არსებული განსაკუთრებული სიწმინდის შესახებ. სხვათა შორის ყურადღების მიღმა ხანდახან რჩება ხოლმე, რომ ის არის დისშვილი, ერთ-ერთი უდიდესი, არა მარტო თუნდაც აი წმინდა ნინოსთან დაკავშირებულობის გამო კი არა, მთლიან ბიზანტიურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და უდიდესი პატრიარქის მღვდელმთავრის, ეს არის იუბინალი, იერუსალიმის პატრიარქი. აქ და ესეც ვიცით ჩვენ ცხოვრებიდან, რომ სწორედაც როდესაც წმინდა ნინო საქართველოსკენ მოემართებოდა, პატრიარქმა განსაკუთრებული ლოცვა კურთხევა გადმოსცა და სწორედაც უთხრა, გააფრთხილა კიდეც, ეს ძალიან საინტერესოა, რომ მიდიოდა ჩრდილოეთ მხარეში აქ იგულისხმება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მის ცხოვრებაშიც არის განმარტებული სულიერი თვალსაზრისით, რომ ის იყო დაბნელებული, ყინული, გაულღობელი ქვეყანა და აქ უნდა წასულიყო და
პატარა ქალი, რომელიც თავის შემდგომ ტყვე ქალადაც კი მოიხსენიებს, ტყვე იქიდან გამომდინარე, რა ქვეყანაშიც მოუწია მას ჩამოსვლა, მან შეძლო წარმოუდგენელი რამ შეძლო, იმიტომ რომ მისი ცხოვრებიდან რომ გავიხსენოთ ის დეტალები, როდესაც მან ფეხი შემოდგა, ქართულიც კი არ იცოდა და გვახსოვს ჩვენ ეს ჩვენება მიიღო, მან საოცარი ჩვენება მიიღო, სხვათა შორის ეს ასეთი ჩვენებები ზოგადად ბიბლიაშიც არაერთი გვხვდება ჩვენ და ფაქტობრივად გარკვეული კავშირია მაყურებელს უნდა განუმარტოთ რომ ასეთი კავშირები არ არის უბრალოდ რაღაცა ლეგენდარული და გადმოცემით ეს რეალური კავშირი იყო რეალურად ხდებოდა აი ვიხსენებ ამ შემთხვევაში მუსე წინასწარმეტყველს რომელმაც ვერც კი დაუშვა ის რომ შეიძლებოდა წასულიყო და მთლიერი მოექცია იმიტომ რომ ენაბრგვილი იყო აი წმინდა ნინო ენაბრგვილობას არ ახსახელებს მართალია მაგრამ ის ამბობს რომ შეუძლებელია პატარა ტყვე ქალი ამხელა ერის წინაშე წარდგეს რომლის ენაც კი არ იცის ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და სხვათა შორის აი ხშირად რა თქმა უნდა საქართველოში ეს პრობლემა ფიქრობთ კლასიკური გაგებით არც არასდროს დგარა და ალბათ არც არასდროს დადგება მაგრამ ხანდახან არის ხოლმე საუბარი დედაკაცის შესაძლებლობებზე ზოგადად და ისეც ერთ-ერთი მეტყველია ამისა რამდენი რამ შეუძლია ამ შემთხვევაში პატარა ქალს და ამიტომაც ეს განსაკუთრებული სიყვარული განაპირობა ჩვენს ქვეყანაში ამას დაემთხვა შემდგომ უკვე ყოვლადწმინდა ქალწულის გამოცხადება წმინდა ნინოსთან რაც ასევე გადმოცემულია უკვე მის ცხოვრებაში არა ყველა რედაქციაში მართალია უფრო ვრცელ ლეონტი ბროულისეულ რედაქციაშია მოცემული ეს ნაწილი მაგრამ რადგანაც დაერთო ისტორიას შესაბამისად ეს ალბათ უნდა აღსრულებულიყო ბატონო რევაზ აი ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ რთულ ცხოვრებასთან დაკავშირებით აღარ არის საუბარი რამდენად რთული იქნებოდა და იყო წმინდა ნინოს გზა საქართველომდე და შემდეგ უკვე საქართველოშიც ასევე აი საინტერესოა რამდენად რთული იყო მე-4 საუკუნის თაყვანისმცემელი ქართველების ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მოქცევა გმადლობთ შეკითხვისთვის არა მარტო საქართველოში არამედ იმ პერიოდში მე-4 საუკუნის დასაწყისია ეს რა თქმა უნდა ზუსტად არ არის დადასტურებული საერთოდ ქართლის მოქცევის საკითხი ისტორიკოსები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ მაგრამ ერთი რამ ცხადია ეს არის მე-4 საუკუნის პირველი ნახევარი აი მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში არა მარტო საქართველოში არამედ მთელ სოფლიოში იმ უკვე შემდგომი გაგებით ბიზანტიაშიც კი საკმაოდ რთული იყო რამის გაკეთება იმიტომ რომ თავად აი ამ სამყაროშიც ცენტრში ქრისტიანობის აქაც კი ახლიდან იწყებოდა ყველაფერი. ფაქტობრივად ეს იყო არაერთხელ აღნიშნულა და ზოგადად კვლავ გავიმეორებთ, რომ ეს იყო ეკლესიის განსვენების კარგი გაგებით, ანუ დამშვიდებისა და დასვენების ერთ-ერთი პერიოდი, როდესაც კონსტანტინე დიდი აღდგა უკვე მან ძალაუფლება მოიპოვა, მილანის ედიქტი გვახსოვს ჩვენ 313 წელს გამოცემული და ქრისტიანობა იწყებს უკვე ამოსუნთქვის პერიოდს და რასაკვირველია, საკმაოდ რთული იქნებოდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ თელს მსოფლიოშიც კი და ამ შემთხვევაში მით უმეტეს საქართველოში. ახლა ცოტა რთულია ხოლმე ქართველებზე ამ კონტექსტში საუბარი ჩვენ არ ვართ მაინც და მაინც მიჩვეული ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, საქართველო მრავალი მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც და მაინც დადებითად არ არის მოხსენებული. ისევ და ისევ რელიგიური თვალსაზრისით და არა პოლიტიკური ნიშნით ბუნებრივია, იმიტომ რომ აი ჯერ ავიღოთ კერპი, ზადენის კერპი, არმაზის კერპი ყველაზე მთავარი ღვთაება რომელიც მეცნიერებაში უკვე დადასტურებულია რომ ბერძნულ წარმართულ ზევს უკავშირდებოდა მისი შესაძლებლობებიდან მისი წარმოდგენებიდან გამომდინარე და საკმაოდ რთული იქნებოდა მით უმეტეს ჭრელი ხალხი იყო ეს ძალიან საინტერესოა თუმცა ეს სიჭრელი გარკვეულწილად წმინდა ნინოს დაეხმარა კიდეც ეს აუცილებლად აღსანიშნია ამ სიჭრელეში გულისხმობთ ჩვენ ვიცით ისტორიიდან რომ წმინდა ნინო შემოვიდა და ებრაელებში ნახაპი უპირველესად დასაყრდენი ეს შემთხვევითი არ ყოფილა იმიტომ რომ საქართველო მთლიანად წარმართული იყო სხვათა შორის მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წყარო დავასახელო ეს არის წმინდა ეფრემ ცირის უწყებაი მიზეზთა ქართველთა მოქცევისასა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია სხვა მრავალი მხრივ ეს არის ფაქტობრივად შესავლად რომ დაურთოთ უბრალოდ მცირედ რომ ვთქვათ ეფრემ ცირემ ეს ძეგლი დაწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მაბრალობელნი იყვნენ ქართველებისადმი რომ თითქოს მათი საეკლესიო სამოციქულო წარმომავლობა
მართლობა ეჭვის ქვეშ იდგა და აი წმინდა ეფრემცინემ შემოკრიბა ბერძნულ წიაღში რაც კი არსებობდა ცნობები ამასთან დაკავშირებით და მათ შორის წმინდა ნინოს ცხოვრება რასაკვირველია, რომელიც მან დაურთო ნეტარი თეოდორ დე კვირელის მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველისა და ისტორიკოსის ცნობები წმინდა ნინოს შესახებ და აი ისიც კი ამბობს, რომ სწორედაც იქაც არის აღწერილი, რომ ჩრდილოეთში თვითონ იუბინალის, როდესაც გზავნიდა წეღანაც აღნიშნეთ, ჩრდილოეთ ქვეყანაში წასვლა, წარმართულობით მოცულ ქვეყანაში წასვლა, რომელიც ბოლომდე არ არის ეს დადასტურებული ისტორიული თვალსაზრისით, ზოგიერთი უარყოფს ამ მოვლენას, ზოგიერთი ადასტურებს, მაგრამ აი აღწერილია სხვადასხვა მიმართულებით, რომ საკუთარ ჩვილებსაც კი სწირავდნენ, იმდენად უკიდურეს მდგომარეობაში იყო ქვეყანა და რასაკვირველია ურთულესი იქნებოდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ჩვენ გვახსოვს ცხოვრებიდან გარკვეულ უმწეულ მდგომარეობაშიც კი იყო თითქოს ერთი პერიოდი, აი იდგა ბუჩქთან და არც კი იცოდა თითქოს რა უნდა გაეკეთებინა, რომ არა გარკვეული სასწაულების შეწევნა და ჩვენ ვიცით, რომ თავიდანვე სწორედაც ეს სასწაულები იქნა გამოჩენილი სწორედაც სამმართველოდ, ამიტომ საკმაოდ ურთულესი იქნებოდა. ბატონ რევაზ წეღან თქვენ ახსენთ ჩვილების შეწირვა და ეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად, როგორც ვიცით, არის აღმოჩენილი ეს ჩვილების თავი და სწორედ ამას უკავშირდება. და ბატონ რევაზ, სასწაულებზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად და გავამახვილოთ ყურადღება და როგორც ძალიან შემთხვევით არაფერი არ ხდება და სწორედ ეს სასწაულები უკავშირდება გარკვეულ დღესასწაულებს. თუ სწორად მახსოვს იგივე არმაზის კერპის დამხობა, ემთხვევა ფერისცვალებას, როგორც ვიცით და კიდევ არაერთი მსგავსი დამთხოვები არის. დიახ, სხვათა შორის თვითონ მემატიანის მიერ შეფასებული არის ხოლმე ესა თუ ის მოვლენა სასწაულს გულისხმობ, გარკვეულ სიმბოლურ კავშირს პოულობს. აი, ფერისცვალება აღნიშნეთ თქვენ სწორად და იქვე არის თხრობაში შეფასებული, რომ ეს არის გარკვეული ქართველი ერის ფერისცვალების პერიოდი, როდესაც აი სწორედაც წმინდა ნინოს მეშვეობით მოხდა მათი გარდასახვა. ახლა აი ერთ-ერთი პირველივე სასწაული, ნუ ეს არ არის მართალია პირველი კერპების შემოსვლა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ასე რომ ვთქვათ, პირველი სასწაული, როდესაც წმინდა ნინო მცხეთისკენ შემოვიდა, ერთ-ერთი ებრაელის მითითებით ბუნებრივია, თანამონაწილე გახდა აი ამ დღეობისა, რომელიც არმაზის გარშემო იმართებოდა და ვიცით ჩვენ ისევ კიდევ ერთხელ გავამეორებ, არმაზზე იყო აგებული, ნუ როგორც ბერძნულ წარმართულ კულტურაში ზევსი იყო მთავარი ღვთაება, ზევსი მიიჩნეოდა, ასევე იყო საქართველოშიც არმაზი მიიჩნეოდა მთავარ ღვთაება და მის გარშემო უკვე გაცი გაიმი და ასე შემდგომ სხვადასხვა ღმერთებია ჩამოთვლილი და სწორედ აი ამ დღეობის პერიოდში მოუწია წმინდა ნინოს ინტერესიდან გამომდინარე ის მცხეთისკენ მოემართებოდა და უცებ ასე ხალხმრავლობაში მოექცა და აი წეღანას თქვით რომ არ იცის ფაქტობრივად არანაირი თითქოს ერთი შეხედვით არანაირი გეგმა არ არსებობს, უბრალოდ დაემხობა წმინდა ნინო და დაიწყებს ლოცვას. გულის ტკივილიდან გამომდინარე ეს ლოცვა არის ძალიან საინტერესო. წმინდა ნინო ღმერთს ევედრება რომ ამ ხალხს გაულბოს გული. მისი ერთადერთი ინტერესი ის კი არა რომ რაიმე საოცრება მოხდეს და მისი ცხოვრება გამოჟღავნდეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის არის რომ ეს ხალხი სხვათა შორის მის ცხოვრებაში ასევე წერია რომ ეძვინებოდა მის სულსო, როდესაც ხედავდა და ამავე დროს ის ისტორიაც იცოდა, ნუ ერთი მხრივ რომ ხედავდა ამდენ ადამიანს ამ ერთთაყვანისმცემლობაში ჩაფლულს და მეორე მხრივ კიდე ეს პრობლემაც იყო რომ თქვა იცოდა აი აქ რამხელა სიწმინდე ინახებოდა და სხვათა შორის პავლე მოციქულთანაც სწორედაც მსგავსი რაღაცა აქვს, როდესაც ის ათენში წავიდა და სულ ეძვინებოდა სულსა პავლეისა. პირდაპირ წერია, როდესაც ამხელა ქალაქს ხედავდა კერპთაყვანისმცემლობის მორევში ჩაფლულს. ამიტომაც აი მოხდა პირველი განსაკუთრებული სასწაული უეცრად წმინდა ნინოს ლოცვას მყისიერად მოხდა გამოხმაურება ღმერთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან იყო დიდი გვინვა, პირდაპირ გაგებითი ქარი, ჯერკუალი და ასე შემდგომ იყო არის დაფიქსირებული, ყოველ შემთხვევაში მოხსენიებული და უცებ დაეხო ეს კერპები და დაიმსხვრა, შეილეცა კერპები, რომლებიც რაღაცა დიდი საშინელებითაც კი გამოირჩეოდნენ და ერთი ფაქტი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ დამსხვრეული კერპებისგან წმინდა ნინომ წამოიღო ბივრიტის თვალი. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის სიმბოლური კავშირი იმასთან დაკავშირებით, რომ წმინდა ნინომ წამოიღო ის საუკეთესო ნაწილი, რაც კი იმ დროს ქართველებში, თუნდაც წარმართულ ქართველებში მოიპოვებოდა. ამიტომ ფიქრობთ, რომ ეს ზოგადად
სასწაულები განსაკუთრებულობას ძენს ხოლმე ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა ბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და დაგემშვიდობებით წარმატებებს. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ახალი აღთქმის ლექტორი რევაზ მუჭირიშვილი.